ომარი გვერდება ძალიან კარგი. ომარ, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენ ეთერში. თქვენი სიტყვები დღეს დასკვნით ხდომაზე იქნა ფართოდ გავრცელებული სოციალური ქსელში, სააგენტოებში. ეს არ იყო მხოლოდ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებისადმი მიძღვნილი სიტყვა. გითხარით, რა მოლოდინები გაქვთ ამ პროცესზე, რისი თქმა გსურდა დღეს სასამართლოსთვის კიდევ ერთხელ ჩვენ აუდიტორიასთან თქვით. დიანა, მადლობა პირველ რიგში. დავიწყებ იმით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შესავალ სიტყვაში ვპირდებოდით სასამართლოს და არა მარტო სასამართლოს საზოგადოებას ვპირდებოდით პირველ რიგში, რომ დავადასტურებდით ჩვენ უდანაშაულობას, მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკურად ვაცნობიერებდით, რამხელა სახელმწიფო პროპაგანდისტული და დისკრედიტაციის მანქანა მუშაობდა ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ დავუპირდით იმას, რომ ვიმუშავებდით სრული დისციპლინით და ვიმუშავებდით ისე, რომ ამ უთანასწორო პირობებშიც კი გვეჩვენებინა ჩვენი უდანაშაულობა და დაგვემტკიცებინა. მე მგონია, რომ საკმაოდ სამართლიანად მგონია თან, რომ შევასრულეთ ჩვენი ეს დანაპირები, შევაჯამეთ გასული 9 თვე, შევაჯამეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ცალსახადანათელი უნდა იყოს ყველასთვის, რომ ბიჭებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. არ ჩაუდენიათ 225 მუხლით გათვალისწინებული ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და არ ჩაუდენიათ არავითარი დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით. ზუსტად ამიტომ, როცა მე ჩემს სიტყვაში ვამბობდი, რომ ეს გამარჯვებული ბიჭების პროცესია, გამარჯვებული ვარ ზუსტად იმიტომ და იმით, რომ მიუხედავად იმისა, რას გამოაცხადებს სასამართლო გადაწყვეტილების სახით, იქნება ეს გამამართლებელი თუ გამომტყუნებელი გადაწყვეტილება, ალბათ შევძელით ყველასთან ვიგვეტანოთ ჩვენი სიმართლე და ყველა დაგვერწმუნებია იმაში, რომ საქმე გვაქვს არა მართლმსაჯულების განხორციელებასთან, არამედ ძალიან კონკრეტულ პოლიტიკურ დევნასთან. და მიუხედავად ამ პოლიტიკური დევნისა, მე მგონია, რომ სადღაც თეორიულად მაინც უშვებ იმის შესაძლებლობას, რომ თუნდაც ჩვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს დავანახეთ ის, რომ არა ვართ ადამიანები, არა ვართ ის ცუდი ხალხი, რასაც გვაბრალებდნენ და ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი ფანტაზიის ნაყოფია. ომარ, რა მოლოდინი გაქვთ გამარჯვებული ბიჭების საქმე, ეს თქვათ, ხატოვანი იქნება თუ რეალობაში შეიძლება იყოს და თუ ჯგუფურ ძალადობას მოხსნის მოსამართლე, იმიტომ რომ ეს ყველაზე რთული ეს მონაკვეთია, ეს თქვათ, ეს ბრალია, რა დარჩება საქმისგან, ანუ მაინც რა პროგნოზს გააკეთებთ არის საინტერესო, იმიტომ რომ ბოლოს ფინიშის სწორზეა ეს საქმე. დიანა, უკვე რაც რამდენჯერმე გაჟღერდა მოსაზრება კვალიფიკაციის სრულებასთან დაკავშირებით, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის ერთადერთი მისაღები გადაწყვეტილება, ერთადერთი გამარჯვება ეს არის გური მირცხულავა და ინგა, მისი დედა ვნახოთ ერთად და ვნახოთ თავისუფლებაზე. ჩვენთვის გამარჯვება ერთადერთი იქნება ბიჭები დაუბრუნდნენ ოჯახებს და ბიჭები დაუბრუნდნენ საზოგადოებას. ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილება, ნაკლები წელი, სხვა ნებისმიერი სახთელი ეს არ ჩაითვლება გამარჯვებად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გამარჯვებულები ვართ და ეს ფაქტია, ამას არ წყვეტს ნინო გალუსტაშვილის გამოცხადებული გადაწყვეტილება. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპატიმროში უნდა დავრჩეთ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ორმაგი, 100-მაგი და 10-მაგი შემართებით ყველგან, სამდღაც ამის საშუალება გვექნება. ფაქტი ერთია, რომ იქამდე სანამ ერთი უფლებადამცველი მაინც აქ და საზოგადოების ერთი ადამიანი მაინც, ვისაც იმის ამბიცია აქვს, რომ არ ცხოვრობდეს ქვეყანაში, სადაც უდანაშაულად ადამიანებს იჭერენ, იქნება გარეთ და იქნება თავისუფლებაზე, ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ძალიან დიდი მადლობა, ვიცი რომ პროცესზე გაგვიანდებათ. მადლობა ომარ ფურცელა.